მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ასეთი თბილი კომენტარებისთვის. მე კვლავ გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი გაშლები, ლაიქი, კომენტარი, იცით რომ ბალანსისთვის აუცილებელია. მე კი მინდა დღეს თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა. თემა არის ასეთი, რატომ არ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი, რატომ დუმს, რატომ არ იჩენს ინიციატივას. მოდი ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის და თუ თქვენს ურთიერთობას ემთხვევა, შემდეგ გავაგრძელოთ ყურება. თუ თქვენი არ არის სიგნიფიკაცია, გადადით შემდეგ ვიდეოებზე. ნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. რაღაც გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ, რაღაც დილემის წინაშე გახართ, არჩევანის წინაშე გახართ. მამაკაცი კი საკმაოდ ცეცხლოვანია, შეიძლება ცეცხლის ნიშანია ბერძი, ლომი ან მშვილდოსანი, ან ძალიან წარმატებულია თავის საქმეში, ძალიან ქარიზმატული მამაკაცია. თუმცა რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას, დაიწყო ალბათ ძალიან ცეცხლოვანი იყო ეს ურთიერთობა, ძალიან აქტიური იყო თავიდან, მაგრამ ახლა ხართ იმ სიტუაციაში, როდესაც არ იცით საით წახვიდეთ, არჩევანის წინაშე ხართ და რაღაც გამოუვალია თქვენს ურთიერთობაში გამოუვალი სიტუაცია. მოდი ვნახოთ მისი ფიქრები თქვენზე. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? ერთგვარად მისთვის საკმაოდ წარმატებული ადამიანად გხედავთ ეს ადამიანი, ფიქრობს, რომ ძალიან გიყვართ საკუთარი თავი, კომფორტში ხართ საკუთარ თავთან, მაგრამ ეს ის კომფორტია, როდესაც მარტოც კარგად გრძნობთ თავს. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მარტოც მშვენივრად გრძნობთ თავს, საკმაოდ მაღალ დონეზეა თქვენი ეგო და ფიქრობს, რომ თუ ოჯახი გაქვთ, ფიქრობს, რომ იქ, სადაც ხართ, ძალიან ბედნიერად გრძნობთ თავს. მოდი ვნახოთ, ეს ადამიანი როგორ გრძნობს თავს. როგორ არის ეს ადამიანი, როგორ გრძნობს თავს? ემოციურად არის მოწყენილია, ემოციურად არის განწყობილი თქვენს მიმართ, თითქოს სადღაც იმედი გაუცრუდა და ნაწყენია მთლიანად სამყაროზე და ძალიან ნელი ნაბიჯებით მიიწევს წარმატებისკენ. შეიძლება ეს ეხებოდეს თქვენს ურთიერთობას, ის რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს და ძალიან ნელა მოზუმილად მოემართება აი ამ ურთიერთობისკენ. მოდი ვნახოთ, რეალურად რატომ არ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი? რატომ არ მოქმედებს? გადაშვებულია მთლიანად თავის რუტინაში, სამსახურეობრივ მოვალეობაში, თუმცა ამ ადამიანს აქვს ძალიან რთული პერიოდი, აქვს ღამის ფოთები, ფიქრები არ ასვენებს ნეგატიური, რადგან მის ცხოვრებაში რაღაც სერიოზული გარდატეხა მოხდა, რაღაც ჩამოენგრა თავზე, რაღაც სრულიად შეიცვალა მის რეალობაში, შეიძლება თქვენ შორის იყო კონფლიქტი და სწორედ ამის გამო რაღაც დაინგრა, თუ თქვენ შორის ყველაფერი რიგზია და არ ყოფილა ეს ნეგატიური ამბები, ჩხუბი, სიტყვებით გიშპობა და ასე შემდეგ, მაშინ გეტყვით, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ გარდამტეხი რთული პერიოდია. რას ეხება ეს რთული პერიოდი, ვნახოთ. არჩევანს ვერ აკეთებს მეგობრებო, ეს ადამიანი იკეტება,
და ამ ადამიანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს ის ფაქტიც, რომ თქვენ უმეტესობა ალბათ ხართ შორს და კონტაქტი ფიზიკური თქვენ შორის ვერ ხდება არჩევანის წინაშე ადამიანი და რაღაც თქვენ სივრცეებში ხართ ჩაკეტილები და ამ ადამიანს აი ეს დისკომფორტს უქმნის ნამდვილად, რატომ არ მოქმედებს? ეს ადამიანი ერთგვარად ბეწვის ხიდზე გასვლასავით არის მისთვის კონტაქტზე გამოსვლა. არ ვიცი რა არჩევანია, მაგრამ თქვენ მაინც უხილავი კავშირი გაქვთ, სულიერი კავშირი გაქვთ ერთმანეთთან. აქ თვითონ აღმოჩნდა კვერთხების მეფე და ახლა თქვენ ამოხვედით მის გვერდით როგორც კვერთხების დედოფალი, ანუ მისთვის ხართ ძალიან სასურველი სექსუალური ქალბატონი, რომელიც საოცრად იზიდავთ და საოცრად სურს თქვენთან აი ეს ფიზიკური კონტაქტის და სულიერი კონტაქტი მას თქვენთან ნამდვილად არ გაუწყვეტია და ნახოთ უახლოეს ერთ თვეში ეს ადამიანი იმოქმედებს. მეგობრებო, ამ ადამიანს მოუნდება აი იმ რაღაც რაც გაქვთ საერთო იმის შენარჩუნება, მაგრამ ეს ისეთი არკანია, როდესაც არც ემეტება ურთიერთობა რომ გაუშვას და არც პროგრესისკენ არ მიყავს. ვერ აკეთებს არჩევანს ეს ადამიანი, გარკვეულწილად დიდად აი თავის ემოციებს არც გამოხატავს ეს ადამიანი, თუმცა აქვს ემოციები, როგორც თავში აღნიშნე, მაგრამ იკეტება და ფიქრობ, რომ ეს ადამიანი ერთი თვის განმავლობაში ისევ აი ამ პოზიციაზე შეინარჩუნებს მდგომარეობას და მე აქ დიდ პროგრესს ვერ ვხედავ, თუმცა არც დასრულებას არ მიჩვენებს, პირიქით შენარჩუნებას სურს თქვენი ამ ადამიანს. მე დაგელოდებით კომენტარებში, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ, დროებით.